ბიჭო, და როგორ უნდა დავიწყო და ეგეთი რაღაცეები? არ ვიცი. გაგვეცანი? პირველ რიგში? პირველ რიგში ძალიან ცოტა თუ გინდა ესე თამამად და ხმამაღლა მივესალმები შენ წამოწყებას, წარმატებას გისურვებ. მადლობა. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება, ეხლა რაც დაიწყე, მიხარია რომ პირველი რესპონდენტი ვარ შენი. და თან როგორი იუბილარი რესპონდენტი. თან იუბილარი, ას დაგიმანე ნამდვილად არ ვაპირებდი. გილოცავ კიდე ერთხელ გილოცავ და კარგე, თან ტოლები ვართ, ხო? 36 წლის გავხდი მე. ცოტა დიდი ხარ, არა? დაგეწევ. ყველას ეგრევე. ლევან. დავით, ჩვენს უკან კი ვხედავთ რაც დგას, მაგრამ კი. დაახლოებით 12 წელია აქ ხარ, ხო? კი, 13. 13 წელია, ხო. და მოდი იქიდან დავიწყოთ, აი წამოსვლისას რა მანქანა ყავდა? ბავშვობის და პირველი მანქანა არ წამოსვლისას უმანქანით ვიყავი ბოლო ერთი. არა, ნუ აი შენ საყვარელი მანქანა ყავდა. Subaru WRX-ი რა, ლურჯი WRX-ი მყავდა. ცოტა გაიხსენე რამე. კარგი ამბები მაგას. რა, მაგ მანქანაზე ვისწავლეთ არება, მანამდე მყავდა პრელუდი, სხვათა შორის ჩვენი საერთო მეგობრის, ანუ ნაქონი იყო ორივე, ირაკლი ცინაძესი. ჯერ პრელუდი მყავდა, პრელუდი იყო ჩემთვის რავი ემოცია რა, მარჯვენა რულიანი იყო იაპონიიდან. მექანიკა, ხო, ვიტეკი, მე და ჩემი მეგობარს, ჩემი ძმაკაც ერთნაირი თეთრი პრელუდები ყავდა და მაშინ მეგონა რომ მაგაზე მაგარი მანქანით არ დავდიოდი და ეგრეც არ ვფიქრობ ემოციური თვალსაზრისით იაპონურ მანქანას არაფერი არ ჯობია რა. მე იყო Subaru WRX-ი და მე მალევე წამოვედი 22 წლის ვიყავ მე რო ჩამოვედი. რაღაც ერთი წლით ადრე ექსიდენტი მოგვივიდა, ავარია მოგვივიდა. მე და ჩემი მეგობარს და იმის მერე აღარც საქართველოში ხო ვეფხიზა მოყმის ზეგლამდე ვისოლის კამონკაიყო მაშინ თუ არ ვსწრები ან ლუკოილი მანდრა და მაგის მერე იქ აღარ მყოლია მანქანა სანაპიროზე ხო სანაპიროზე ჩახვიდოდი აი სოფელდიღმის სასახლე ხო მარშალ ხო მარშალ გელოს მაშინ ჩვენ დროს ეგრე იყო სოფელდიღმის სასახლე იმის სასახლეთან ხო ეხლა 13-თან არ ვარ რა 13 წელი ოკეი და ამერიკაში ჩამოხვედი ამერიკაში რო ჩამოვედი, მანქანები დარჩა ოცნებად. სადამდე? დაახლოებით 3 წლის წინ ვიყიდა ჩემი პირველი სპორტული მანქანა, ესე ანუ ის რაც სიამოვნებას მანიჭებდა. და ის რომელიც ძალიან დიდი ხანი გინდოდა, ხო? ის რომელიც ძალიან დიდი ხანი რომელიც გარაჟში დგას და მაგას ვნახავთ აუცილებლად. კი, ეგ იყო 3 წლის წინ და ვიყიდე ესე ჩემთვის მანქანა, რომელიც სიამოვნებას. და რა გზა გამოიარე მაგისთვის, რომ ეგ მანქანა გეყიდა? შრომა პირველ რიგში, ანუ არ არის მარტივი ესე შენ კარგად თიცი რომ არავინ არ გაჩუქებს. ხარჯუნდენია რომ ხო, მე ოჯახი იქაც არავინ არ ვართ უპრობლემოთ, მილიონი პრობლემა და შენ თავისთვის რაღაც სიამოვნებებს უბრალოდ მომავალი წლისთვის დებ და ეს მომავალი წელი მე 10 წელი იყო რომ ეს აი და თან ძალიან მალე გაიარა ხო? ხო აი მოვიხედე და უბრალოდ მივხვდი რომ გავიზარდე რა და ის რაც 22 წლის ასაკში მომწონდა რაღაც პერიოდი ტაიმაუტი მაქვს თითქოს და არაფერი რაღაცა რუტინულ ცხოვრებაში ხარ რა ეს ჩართული რა. ოკეი, ცოტა შენ საქმიანობაზეც გითხარი რამე, რასაც აკეთებ? ვარ ლაქსმიტი მე და ჩემო ორ ძმაკაც ეგ ხა ლაქსმიტი უფრო კარგად რო კარებებს ვაგებთ მანქანის გასაღებები ხო მანქანის გასაღებები სახლის გასაღები პროგრამინგი კომერციული ბილდინგები ესე რო ვთქვათ გვაქვს ჩვენი კომპანია მუშაობდით ებრაელებთან მე დავიწყეთ ჩვენი კომპანია გავხსენით წარმატებული კომპანია გვაქვს კონექტიკუტში ესე ვფიქრობ და რავი სხვაზე არ მუშაობთ. იგივე შრომა გვაქვს 24 შვიდზე მუშაობთ, ჩვეულებრივად ჩემთვის day off-ი არ არის შენ კარგად იცი, რამდენჯერაც თქვავს რომ ოდი ესე ვერ ტოვებ. რამდენად შემოსავლიანია 12 წლის მერე ამერიკაში იყონ თავიდან შეიძლება ჩვენთვის ძალიან მცირედიც კარგად ჩანდა რა. კი, რამდენად შემოსავლიანია. ჩვენი მოთხოვნები მერე ანუ შემოსავალთან ერთად ჩვენი მოთხოვნები იზრდება რა და მერე რაღაცები ალბათ მაგასთან ერთად ხო
ყველაფრის ფასიც რა იზრდება. თქმა უნდა, კი. და საწვავის ფასი, რომელიც ახლა ზენიტშია. ეხლა შემოსავლიანია შრომის ფასად რა, აი როგორც შრომობ და გამართლებაზე ბევრი რაღაც არის, მე ვფიქრობ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ აი ეს რეკომენდაცია, ესე რომ ვთქვათ, ბევრს ნიშნავს, შენ შეიძლება ჩემზე მაგარი იყო, ჩემზე უკეთესად იცოდე საქმე, მაგრამ აი სწორი მიდგომა საქმის მიმართ, რომელიც დოკუმენტაცია, რაღაცეები, მარკეტინგი, რივიუები იცი ამ ხელყურადღებას აქცევენ, მაგის მიხედვით იზრდები შეინც რა. მე თუ მკითხავ როგორც ესე ბიზნესმენად არ თulit თან ეს ბიზნეს ჩაულებრივი ტექნიშენები ვართ. ვიღაცაზე მუშაობას, ჩვენ საკუთარ თავზე მუშაობა. მომსახურების სფეროში, რომელშიც უფროსი არ მე ყავს. ჩვენ როგორც ხედავთ, ის პურამი, აკო და მე ვართ ბავშვის მეგობრები, ძმაკაცები და ანუ დღეს ცოტა თვლი რომ ასე თუ ისე მყარად ხარ რა. კი, შედარებით ხო, სხვა საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ ყოველ შემთხვევაში. ეგ კარგია, მოდუნების ხო, საშუალება. საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ. სულ მე შევიცი რომ რაღაცა უკეთესად შეიძლება ან ასე შემდეგ. კარგი თვისებაა. ამაზე რას გვიტყვი? ეს ძალიან შემთხვევით ვიყიდე. ნისა როგი ვიყიდეთ 2020-ში ჩემ ცოლს ვაჩუქე დაბადების დღეზე და რაღაც მოგბეზრდა რა, მობეზრდა და შევედი და ლევან ჩომახაშვილმა და თემომ ჯოხაძემ აი ესე რაღაცა სადაც მივდიოდი მე ჩემი მანქანით და ესენი ყველა BMW-თი რომ BMW გინდა და მირჩიეს რომ კარგი მანქანაა. ანუ ეს პირველი BMW არის შენთვის? ჩემთვის პირველი BMW არის. არასდროს არ მყოლია და BMW-ზე ეგ დამოკიდებულება მქონდა რომ და თან ქვია ცოლის მანქანა, და ცოლის მანქანა ქვია. და ბარემ რამდენი ცხენზეა ეგეც გითხარ? ეხლა არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 750 ცხენზე არის custom tune-ზე, აი ავღანთ ცოცხალ 750. ცოლის მანქანა 750 ცხენზე. ხო, ნუ აი მინიმუმ ალბათ რა. ნუ 750 ავრო. საცა სრულიად საკმარისი ამ მანქანის. ძალიან საკმარისიც არის. ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვინც ეს მანქანა იყიდა საწყის ეტაპზე, რამოდენიმე ადამიანი მეგულება, რომ ჯერ უყიდა ცოლს და მერე გადაჯდა. მერე მივხვდნენ, რომ თურმე კარგი რაღაც არის, ხო? კი. ძალიან. ხო, სხვათა შორის ოჯახში ჩვენს გვყავს ესეთი, ოღონდ არა ემი. და ვისურვებდი რომ ემი ყოფილიყოს. მე გითხარი, ეს სწორი გადაწყვეტილება როგორც ცოლის მანქანის ან ხო, ასე შემდეგ ოჯახის მანქანისთვის არ არის. თავიდან სტოკი იყო, რა თქმა უნდა და მერე დაიწყე აქ შენ ხელების ფათური, ხო ეგრე? ხო, გამიმართლა ბევრ რაღაცაში, ბევრი ნაწილი სხვათა შორის მოყვა ქარხნულა, ანუ რო ვიყიდე ქარხნულას. მოდი ვთქვათ, რამდენად იყიდე ეს მანქანა? ეს მანქანა სადილეროს ეყენა 39,000-ად მომწეს. იყო ძალიან ცოტა გარბენი ქონდა და ბევრი კარგი ნაწილი აღმოვაჩინეთ სრულიად შემთხვევით. რაც მე ვარ თვითონაც არ იცოდი. რაც სავარაუდოდ სადილერო მარიცოდა და კიდევ ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესი ნაწილები ეყენა უბრალოდ ვით ჩაათრეიდა ესე რომ ვთქვათ მან მოხსნა რა ყველა ვარიანტი. და როგორ დაიწყო მე ამისი ჩემ მეგობრის სუპრათი დავდიოდი. და სუპრას ემოცია ჩემს აი ეს კივროკივის რა რო გამოვედი ამას ფილტრები აქვს შეცვლით რო გავატარე იმ ხელ ემოცია მომცა აი ეს რო დადიხარ ეს კივის და ის კი რაღაცა არ ვიცი ვარ ჯიპში ესე რომ ვთქვათ მაღალი გამოვლობის მანქანა არ არის დაკიდება საკმაოდ ხისტია დაკიდებაც შეცვლილი აქვს უბრალოდ მთლიანი ამორტიზატორები suspension შეცვლილი აქვს KW-ს დაკიდება აქვს მეორადი იყიდე თუ არა ეყენა და ახალი ეყენა და ხათა შორის არ ვიცოდი მაშინ ესე რო არ ყოლია და რო არ ქონია საკმაოდ ძვირიანი არის რა ამ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი კარგი ფასი შენ რა დააყენე და რა დახარჯე ამ მანქანას ჩვენ დავაყენეთ mid-pipe down-pipe მანქანა არის custom tune-ზე ალბათ ამერიკელების ჩვენი მეგობარი არის თემო დამეხმარა ძალიან და რა თანხები იყო ეგ ყველაფერი თანხები არის ორი ვარიანტი მაგისი თუ უბრალოდ მიხვედი რომელიმე შაფში უბრალოდ რომ
აი მე ამის გაკეთება მინდა ერთი მანქანის ფასი ჯდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრ ისეთ ცნობილ შაბში სადაც მივსულა რომელსაც მაგალითად აი პერფორმანს ქვია და ესე უბრალოდ თუ შეაბიჯე, რომ აი ან ახლობლობით აქაც სხვათა შორის აი ეს ძალიან არ მეგონა თუ ეგ დამოკიდებულება იქნებოდა ამერიკელების აი ახლობლობა იცია, ხო? კი, რადიკალურად სხვადასხვა ფასი აქვს რა, აი ხა მაგალითად მე რომ მივიდე ჩემი რომელიმე მეგობრის, ამერიკელი მეგობრის და იმან დაურეკოს და უთხრას რომ ეს ჩემი მეგობარი არის, აბსოლუტურად აი რადიკალურად სხვა ფასი აქვს და ესე რომ შეხვალ და შეცვლის სხვა. ნუ ყველა მიცის რომ ლევან ჩომახაშვილი ჩემი ძმაკაცი არის. აბსოლუტურად ყველაფერი ლევან ჩომახაშვილის დახმარებით კეთდება ჩემ მანქანაზე რა, ესე რომ ვთქვათ, ძმაკაცობთ, მეგობრობთ. მაგრამ ესე შაპის ფასები ძალიან ძვირია, თუ არა, შაპის არა, ეხლა ამ შემთხვევაში არ ქონია და მაგიტო გამოცდილება ნაწილები რამდენად ძვირი დაგიჯდა. ფიქრობ რომ 50-ზე ასულიყავ. ხო, დაუნფაიფი $500 დაჯდა. DM-ის დაუნფაიფი მიყენია. მიტბაიფი სხვათა შორის ვიყიდე aftermarket-ზე, Facebook-ზე, ხმა აწუხებდა, ახალგაზრდა ბიჭი იყო სხვათა შორის 24-25 წლის და სახშიო მეჩხუბებიანი, ძალიან ხვაურიანი მანქანა ყავსო და მიტბაიფი მოხსნა და წამოვიღე სადღაც $300. ტუნში ECU ტუნი მაქვს, გადაცემათა კოლოფის ტუნი მაქვს ჩაწერილი, რაც მეგობრულად ესე $700-800-მდე დამიჯდა, არ მახსოვს ზუსტად. და მაქვს ერთი მეპი custom ტუნის i30-ის, ეგეც ეგრე დამიჯდა $700-800-მდე. ისიც ახლობლობით, თქოს ამერიკელთან და ჩვენი ძმარის ძალიან მაგარი ბიჭი არის, რაღაცა კარგად უნავს. ქართველებიც ძალიან ბევრი არიან, მინდა ხაზი გაუსვა, მაგას უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ამერიკაში მირჩევნია, რომ ამერიკული დროით ან დრაგზიან სადმე რომ იღებ მონაწილეობას, იქ ხამია, აქ დილა არის, საკუთარი კომფორტის ზონა არის, მეტი არაფერი, ეს ჩემი აზრი არის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ სხვა უკეთესი არ არის რა, ყველას თავისი ამბავი აქვს და MHD არის საუკეთესო რამე თუ კი რამესთან ურთიერთობა მქონია კომფორტის ზონა არის, stage 2 და თავისი i30-ის ტუნიც აქვს, i80 და აი არ მიყვარს ეგრე მანქანასთან თამაში, რაღაც 10 წამში, ეხლა 400 ცხენის ძალა და 10 წამში გადავაწერ რაღაცას და რადიკალურად სხვა მანქანები. უცბად ხდება. რა გამოვიდა $2500, $2500 ვთქვათ, ტუნიან, downpipe-იან, middle power. ოღონდ ეგ როცა შენთან გეხერხება და შენთან აკეთებ, ან ძმაკაცი ყავს, რომელიც გეხმარებს. შაპის ფასები საგრძნობლად გაზრდიდა ამ თანხებს გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ორჯერ უფრო ძვირი იქნებოდა უბრალოდ ხელობა რასაც ფული აიღო. კი, ორჯერ უფრო ძვირი. და რამდენად აი ყოველდღიურობაში თანხმარობთ ამ მანქანას და რამდენად ისეთი მოსავლელი და შესანახია რა, აი საწვავი თუნდაც იქ ცეთადი ნაწილები რა გიჯდება აი ეს სიამოვნება დავარქვათ, იმიტომ რომ ეხა X-ის M-ით რო დადიხარ, პროსტა მანქანით არ დადიხარ რა, სიამოვნებისთვის დადიხარ რა. ბენზინს ესე არ ვიცი, საწვავი ესე არ ვიცი, აი მართლა არ ვიცი რამდენს ან წვავს, ან აღარ ვითვლი, ეს იმას არ ნიშნავს. მაგრამ ანუ სიგიჟი არის $50 თუ ავსებდი, ეხლა $100 იჯდება, რომ შეავსო დაახლოებით, $30-ით მეტია და დაახლოებით სუპერის ფასი არის 5.5 და სადღაც ამ $5.5 მოდის 3 ლიტრი და 700. ანუ გალონის ფასია თუ 800, ნუ 4 ლიტრამდე საწვავი ღირს 5.5, როცა ღირდა დაახლოებით 3.5, ანუ შეიძლება 3-იც. $2-ზე მეტით არის გაზრდილი რა. 17 გალონი ჩადის და დაახლოებით $100 გააჩნია სადასხამთ. ან აქ იცი როგორ არის, აქ 5 ღირს, იქ 6 ღირს. სად გაგითავდა? შეიძლება ზუსტად გაგითავდა ბენზინი რა, ესეთი ამბავი. ეგეც და გვერდზე ღირდეს შეიძლება კატასტროფა ფასი ან პირიქით. თან სუპერში და მარტო შელს ვასხამ რა და შელი აქ ყველაზე გონი ყველაზე ზვირიანია. ხო, შელი ყველაზე ზვირი ხოლმე მე შემშეული. ყოველდღიურობაში კარგია, ჩემთვის კარგია, იმიტომ რომ ვიცნობთ ახლა ერთმანეთს და იცი როგორ მიყვარს ეს უხეში ხო რო ჯანჯღარებს, ეს ძალიან უხეში არის, ყველა ესე არ არის. ზოგადად ემი
ანუ უხეშია, მაგრამ ეს კიდევ პლუს დამატებული დაკიდება სხვა რადიკალურად სხვა მანქანა არის რა პატარა კარტინგივით არის, მაგრამ ხო, არა მე ჩემთვის სიამოვნება არის, სხვისთვის ძალიან შორგზაზე ვიმგზავრეთ თან და ვერ ვიტყვი რომ ცუდად ვიგრძენი თავი მეც სიამოვნებს ძალიან. ოჯახის წევრებს დიდად არ მოწონს. ხო, და ის ხმაც იმ ბიჭმა რო გაყიდა, ხმის გამო არც მე მგონი შენებს არ მოწონს. არა ძალიან. მაგრამ შენ მოგწონს თავი. კი, სიამოვნებას მანიჭებს ის თავისი ბენზინის გამონაბოლქვიან, ყველაფრიანად. არაფერი არ ატყივებია, ზეცვლი უბრალოდ ხშირად. წყალს არ გიდუღებს. წყალს არ ადუღებს. და MHD მაგიტომ მომწონს ხათაშორის, ანუ ტემპერატურის ეს, ანუ ვიღაცას დაურეკე $200 გადაიხადე, ძალიან მარტივია რა. უბრალოდ მიხვალ და გადაიყვან და ზაფხულში დაუგდებ ტემპერატურას. არ ვიცოდი ქართველი ბიჭები აქ აი საერთოდ სხვა ლეველზე არიან BMW-სთან, ან ცოდნით, ან იმას მე რა, ჩემთან შედარებით, აი, რავი, ყველაფერი ისე მასწავლეს, ბევრი არიან სახელები რო არ ჩამოთვალო, ჩომახა ლევანის იქით, რომ რავი, აი, ძალიან მაგარად გეხმარება ყველა, რომ რამეში დახმარება გჭირდება ან რამე, უბრალოდ ეს ქართულ პონჩია თუ მეგობრულ პონჩი არის, ყველა მზად არის, რომ არიცის იკითხავს საქართველოში დარეკავს თუ არა და ჩვენ ძმასთან, ინვესთან და კარგია. სანამ იქ გადავინაცვლებთ რაღაც ჯადოქრობა რო გიყენია გარაში, რამეს ხო არ ეტყოდი იმ ხალხს, ვისაც ძალიან აინტერესებს ზოგადად ამერიკაში ეს სპორტის სახეობა თუ თემა თუ სფერო, როგორი განვითარებულია. იქ ვაჟაზე გაზაობა რომ აქ ცოტა სხვა სტილში არის გადართული, ну იქაც აღარ არის უკვე ეს ვაჟაზე, მაგრამ მაინც შემორჩა ეგ ხალხი რა. და დარწმუნებული ძალიან აინტერესებთ აქ როგორ ხდება ეგ ყველაფერი, ეს ხულიგნობები. ესეც სიტუაცია არის. საქართველოში ფიქრობ რომ უფრო ხელმისაწვდომი არის რაღაცის გაკეთება. ჩემ დროს ვიძახი, დღევანდელ დღეს საქართველოს სხვა ლეველზე არის, აი street race-ი, დრაგით, სოფლიო რეკორდსმენები არიან ქართველი ბიჭები. მესალმებით უნახავენ ამ ვიდეოს აქაც ამერიკაში რეკორდებს ხსნიან წარმოიდგინე საქართველოსთან აქ ანუ უბრალოდ ფინანსებზეა დამოკიდებული ის ფინანსები რასაც ამერიკელები გამოდიან და ვიღაცას უბრალოდ შეუძლია მე მაგალითად დრაგზე ვიყავი და S58-ის ძრავი ააფეთქეს მეორე დღეს დრაგზე უნდა გამოსულიყვნენ და ძრავი აგიფეთქდა რა დავით აი რავი პატარა თანხთან სრულიად გაკეთებული და ვიღაცა მოდის და მეორე დღეს ახალი ძრავი უდევს. ამას ხო სპონსორები სხვა აქვს. ანუ რავი, ბიჭები ჩვენთან სხვა ციფრებზე არიან, ესენი სხვა ციფრებზე, როცა შეუულია შენ სპონსორს, რომ რაღაცა კონკრეტულად ერთი ძრავი გიყიდოს, ან აწყობილი კონდეს და შენ არ გიწევს ბოლებს რო გააკეთოს. სხვადასხვა ლეველზე არის ფინანსები, ჩემი აზრით, თორე საქართველოში რომ ისე ის ფინანსები და ის დაფინანსება რაც აქ არის, ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ლეველი იქნება. ეს დრაგის ეს ფინანსური მხარე, რო ვთქვათ და street race რაც შეეხება საგიჟეთია. უარესი ხდება ვიდრე საქართველოში? ხო, ანუ აი ეს take-over-ები ეს ეხლა ძალიან პოპულარული არის ეგ ვიდეოები რა, აი წრეებს რო აკეთებენ ცეცხლის, არ მივესალმები რაღაცა ისეთი დიდად არ მიყვარს, ვიცნობ ბევრს ამერიკაში, მაგრამ დიდად არ მივესალმები, იმიტომ რომ რავი, უბრალოდ მანქანას აფუჭებ ჩემი აზრით და დონაც აკეთებ. ხშირად ვარ ხოლმე, კონექტიკუტი ძალიან აქტიური არის, ნიუ-იორკი ძალიან აქტიური არის. კონექტიკუტში ხშირად ვიღებ ხოლმე ვარ ხოლმე შუქნიშნიდან, 0-დან ზევით. ძირითადად სივიკები ყავთ ყველასგან გასაკვირად, აი შეხედავ და არაფერი და შიგნით შეიძლება ედოს $30,000-იანი ძრავი. სკუნის მთლიანად აწყობილი. ან ჰონდა აკორდი რაღაც წვრილ ბორბლებზე და ამ დროს დიდი ძრავი. და დაფრინავს რა, განახებ ვიდეოებს, გამოგიგზავნი რას. პოლიციას ნომრები ყველა საფარებული აქვს, პოლიციაც როგორ არის, აი სამი სპადია მაგალითად რა, რაღაცა ერთი ქუჩა, მეორე ქუჩა, იქ მოვლენ, დაგშლიან, მერე მეორეზე მიდიხარ, დაგშლიან და ეს პოლიციაც იღლება, მაგრამ გზა იკეტება, ეს არნიშნავს იმას, რომ ვინმე დადის რა იმ გზაზე, სრულიად გადაკეტილი არის. პატარა ის არის, ხო? ფორსაჟი. ხო, პატარა ფორსაჟი არის, აი ჩემთვის ეს არის რაღაცა ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ 12-ის მერე, ღამის პირველი საათის მერე მიდიხარ და
საათ 3-4 საათამდე გრძელდება ეგ ამბავი. ნიუ-იორკი არის ძალიან აქტიური, ნიუ-იორკში ჩვენი მეგობარი არის მეგობრები არიან, მეგობარი არა და ქართველების მანქანა, ქართველების შეკრება, რავი, ბიჭები დაფრინავენ რა. მიხარია ძალიან, იმიტომ რომ შეხედავ ადამიანს ის რაც ააწყო, ბედნიერია რავი, ასწორებს რა. ხო, ქუჩაში რბოლას რა თქმა უნდა არ მივეცალმებით, მაგრამ ყველას გაგვიკეთებია. ყველას გვეცინება გულში მაგაზე. ქუჩაში ვძროლა და ასაკთან ერთად მე ცოტა ჭკუაც მოდის და ვანებებთ რა თავს ეგეთ რაღაცას. კი, აუცილებლად. მაგრამ უთხრათ როგორი მკაცრია აქ მაგალითად reckless driving-ს, ანუ ეს შაშკს თუ გაძრომა გამოძრომას რო ეძახიან. არ უნდა დაგიჭირა. მაგ დროს თუ პოლიციამ დაგიჭირა, ციხეს დაგაშენებენ თავზე, ხო? არ უნდა დაგიჭირონ რა. აი არ უნდა დაგიჭირო. აი ხაი მაგალითად შეკრებებზეც რომ მივდივართ და აი 5-6 მანქანა თუ არის სულ ეუნები რომ იქ არ ანუ მოაცურებ მანქანას, იმიტომ რომ შენ შეიძლება გაექცე და უკან ჩემსთან ვინც მივდივარ შეიძლება ის გააჩანონ და ისიც კი დააჯარიმო რა. აი არ შეიძლება ძალიან აი როგორ გითხრა, ყველაფერს გიზამენ რა იდოქში რა. ბოლომდე გაგწირავენ. ხო, ბოლომდე გაგწირავენ. თან ეგ არ არის მარტო მართვის მოწმობის ჩამორთვა, ხა საქართველოს შეიძლება დაგაჯარიმონ, ან მართვის მოწმობა ჩამოგართვან, აქ კიდე მთელი ცხოვრება გაგვყვება ეგ ჩანაწერი და ყველაფერს აი სახება ინშურენსზე. ხო, დაზღვევა გახდება, რა ვიცი, სამმაგი. კოლოსალურ თანხაზეა ლაპარაკი. რა ღირს დაზღვევა შენი მანქანის ების უფროსწოდება? ამ მანქანაში დაახლოებით ახლა ვიხდი $150. დიდი ხანია დაზღვევა მაქვს, ექსიდენტი არ მქონია არასდროს და ბევრი მანქანა მყავს და კონექტიკუტის შეჯარებით უფრო იაფი არის რა და რაღაც 7 წლიანი დაზღვევა მაქვს, რაღაცა იყო რამოდენიმე. პოლიცია და პირდაპირ 7 წლიანი. ხო, ანუ 7 წელია ერთ იმაში ვარ. ოკეი. ინშურენს კომპანიაში და 7 წელია რაღაცა და ჩამოწია სხვათა შორის ხვებისგან გასავლელი. და სრულთლიანად რამდენი გიждდება დაზღვევები ყველა მანქანაზე? რამოდენიმე მეგობრის მანქანა მყავს დაზღვეული ჩემ მაშინ დაახლოებით რაღაც 6 მანქანა არის და რაღაც $800-მდე უწევს. მაგრამ რამოდენიმე ნიუ-იორკის არის და ცოტა მაღალი მოუწია რა. ხო, კიდე ერთი რაღაც. ნორმალური ფასია. ამერიკაში არ შეგიძლია არასოდეს იარო, შეგიძლია იარო, მაგრამ თუ გაგაჩერეს, დარხეული გაქვს მანდაც ისევე როგორც მოცურებაზე. კი. დაზღვევას პოლიცია გთხოვს მართვის მოწმობასთან ერთად რა. მართვის მოწმობა და დაზღვევა მომაწოდე. აი ეგ არის პირველი სიტყვები და მე იქ ფურცელს რა ქვია. რეგისტრაცია, რომ მანქანა არის იმედი. მაგრამ რაც შეეხება მანქანებს, coffee and car meets and coffee. ანუ ნახავ ყველა ოცნების მანქანას თუ კი რამეზე გიოცნებია, აი ეგ ლეველი აქ მაღალია რა. თუ ზოგადად ანუ აი ხა კონექტიკუტში არის ბევრი შეკრება, აი მაგალითად იმ დღესაც ხო ჩაგიგდე Ferrari Greenwich არის 5 Bugatti ეყენათ. ოუ აი თვალითან ყავს განა. ხო, კი, სხვათა შორის ვიცნობთ ქართველი ბიჭი მუშაობს და უმაგრესი შეკრება ჰქონდათ რა, აი 5 Bugatti იყო, რავი, McLaren-ი აი ჩვეულებრივი ამბავია, Ferrari, Pagani ეყენა 3, აი სად ყავს ხო Pagani ნანა. ხო, აი 3 Pagani ისე ეყენა რა და ეხლა არის ნიუ-კენეში თუ გექნება დრო ჩამოდი სასწაული აი დრო არის დიდი პრობლემა ამერიკაში. ძალიან დიდი ხანია მეც მინდოდა ამ ყველაფრის დაწყება და ძალიან დიდი ხანია სხვებსაც ვეუბნებოდი და ნუ აი ერთად ვერავინ ვერასდროს ვერ მოვიცალეთ. მეც დამეზარა, გადავწიე და ესე რენდომად აღმოჩნდი ლევანისთან ეხა დღეს, რომელსაც დრო არც ამას არ არასდროს. მართალია უფროსი არ ყავს, მაგრამ ამერიკაში თუ არ იმუშავებ. ერთი ესეთი კარგი გამოთქმა არსებობს ჩემმა მეგობარმა მითხრა. ორი პოზიცია აქვს ამერიკას რა, ან ამერიკა ხმარობს, ან ამერიკას ხმარობ. შუაში არ არსებობს რა. რაც საქართველოში მაგარია, რომ აი როცა გინდა იმუშავებ, როცა გინდა არ იმუშავებ და ასე თუ ისე თავი გაგაკ. აქ ეგ არ არის. აი ეს 10 დღე
ერთი თვეცა სოფელში დავისვენოთ, ეგეთი პონტი არა. გამოგავგაზოთ ბათუმში და ის არ არის. თბილისში სახლი გაქვს რაღაცები, სხვა ამბავია რა. სხვა ხარჯებია. რავი, სურო სახლი გქონდეს, იცი სახლს მეპატრონე თუ მე არ ვარ მეპატრონე, მაგრამ რომ ხარ, იმასაც მილიონი ხარჯი აქვს თუ არ იმუშავე. კიდე ერთი რაღაც ვარ გაუმხილოთ ხალხს. აბა. ვისაც კარგი მანქანა ყავს და კარგად აცვია და რაღაცა მილიონერი რო არ არის. არა. ანუ ყველას საქართველოსდან გონია რომ აი მას რა ენაღლება და ის მაგრად არის. არა, ვფიქრობ რომ საქართველოში ჩემზე უფრო კარგად აცვიათ ხოლმე და ჩემზე უფრო ხშირად კარგი სამოსი. და აი მე იქაური მეგობრებისას რამეს ხوار გაიხსენებ როგორი წარმოდგენა აქვს აქავრობის. ალბათ ზოგი ფიქრობს რომ უბრალოდ უდროობის გამო არ მაქვს ხშირად ტელეფონით კომუნიკაცია და რავი აი და დროის სხვაობაც და დროის სხვაობა მე ვიძებ რავი დილა იწყება 6 საათზე 7 საათზე ჩემი ესეთი გრაფიკი მაქვს სახლის ამბები მე სამსახური ის და დღე ისე გადის რომ რავი მოიხედავ და იქ ხამია ახალ წელს თუ დაგირეკავ ხო ნუ ეხლა რა თქმა უნდა ესე არა გვაქვს ხშირი კომუნიკაცია მაგრამ ეხლა ეს ერთმანეთთან და შენ რა ყოველდღე ერთმანეთთან გვაქვს ურთიერთობა ან სადღაც ნახულობთ ან რომელიღაც შეკრებაზე ან იმათ ეს არ არის ჩემიდან ან შენიდან გამომდინარე უბრალოდ სიტუაცია მოიტანა თორე არც მაგდენი არ მიშოვია ეხლა რომ რაღაცეები ხო და მილიონები არ ვართ ხო არა კარგად ვართ მაგრამ მილიონები არ ვართ იალა ო ნინძა ეს არის ნინძა ეს S2000-ია ხო? კი ბატონო, Honda S2000 F20 ძრავით. AP1 2001 წლია. და რა იმალება შიგნით? შიგნით გვაქვს სტოკი, ქარხნული ძრავია. მაგრამ ბევრი რაღაც არის, დეტალებია, ბევრი შეცვლილი, მაგალითად. ფერებით ვარჩევ მე მაგალითად Honda-ს არაფერი არ მესმის ვიტეკის ხმის გარდა. ხო. ფარსუნკებია 1000 cc ესე რო ვთქვათ. დროსერი შეცვლილია, მეს რო ვიყიდე ნიტროზე ამუშავებდნენ, ეხა სუპერჩარჯისთვის ან ტურბინისთვის არის გამზადებული, უბრალოდ მიყენება უნდა და ყველაფერი მზადა აქვს. ძირითადად ძრავი სტოკია, ბევრი აქვს გარბენი, 200.000 აქვს გარბენი სხვათა შორის. მაგრამ აი 100.000, 320.000 კილომეტრი. ნუ რეგულირება რაღაცები ხო. მაგრამ თავისი ვინკოდით ძრავი არის და აი ზეთს უცვლი და ხო, ნუ ეგ მოვლა პატრონობა ძალიან ჩემთვის ისაა რა, მიყვარს რომ უვლი ესე რო ვთქვა, სუდაშლილი მყავს, მაგრამ სულ კარგ რაღაცებს უპირებ ხოლმე და იმით. ტრეკისთვის, ტრეკზე მინდა ამით სიარული არის რაღაცა ეს მარტო S2000-ები მიდიან. ხო. და გასართობად ძალიან ხო და ეხლა ვშლი რაღაცებს, იმიტომ რომ ქვევ შიგნით. კარტობისთვის ცოტა ის არის ძვირიანი სათამაშოა, ხო? ეხლა უკვე კი. ხო, კი, იმიტომ რომ ძალიან ფასი დაედო. ფასი დაედო. არ ქონა აქამდე თუ ნუ ეხლა უფრო ცოტა ეხლა კიდევ უფრო მეტად გაძვირებული არის. აი ეს მაგალითად clear და სუფთა ტაიტელი და salvage ტაიტელი, ხო? აი salvage-ზე რო კიდევ დაახლოებით 15-ად, 16-ად მეგეუნები გარეთ. შეიძლება ეხა 1000-აც იყიდო. დაახლოებით აი 10-დან 15-მდე არის salvage-ის ფასი და clear ტაიტელია 20 და ზევი და შენ რომ S2000 იყავს თუ იმ მაგ მდგომარეობაში ყავს S2000 მაგალითად სუფთა ტაიტელით და ქარხნულად და 20.000 აქ გარბენია ან მე რო ვიდეო ჩემი ეგ რა იყო ეგ მაგისი ფასი Ferrari-ის ფასს უტოლდება დაახლოებით რა 65-70 ვის როგორ ის მანქანა 80.000 ღირდა კი ძმა და 2500 მილი ქონა გავლილი კი სხვათა შორის ამერიკაში ძალიან პოპულარული არის S2000 ძალიან აი რო გავდივარ გარეთ დავით როგორ გითხრა აი ბევრი ადამიანის ხვდები რომ ემოცია მოდის შენამდე იმის იქით რომ ატარებ და ემოციური მანქანა არის და აი განათებული გაკვირვებული რო არის ვიღაცას რო დაყავს და ასე შემდეგ. ნუ ძირითადად ყველა გარაჟში უყენია ხოლმე ერთი მე ვარ რომელიც
დააპორციალებს ხან ფილადელფიაში ვარ ხან და ეხლა გაქვს უდაშლილი როგორც ვიცი ეხლა მაქვს უდაშლილი იმიტომ რომ იზოლაციას ხო არ მიყვარს ძალიან კაბრიოლეტი ესე რომ ვთქვათ როცა ჩხარასიარული გიწევს კაბრიოლეტი არ არის კარგი წავედი და სრულიად შემთხვევით ვიყიდეს პუნის ჰარდტაპი არ ვიცი მაგრამ ძალიან ეს სარკეები მომწონს ძალიან რა არა და კუსტარულად შენით გაკეთებული ხო? თუ ესე აბსოლუტურად ყველა დეტალი ხო კარბონი აყენია. ეხლა მაგალითად ეს კარბონი აქ კონექტიკუტში ვიყიდე ორივე ფენდერი $1800 ღირს. ვიყიდე $300. კაპოტი ჩომახა მაჩუკა სხვათა შორის $400 გადაიხადა თუ 500 არ ვიცი ზუსტად ხავდა იმასაც? არა, სადღაც წავიდა მერილენდში თუ სადღაც და იქიდან ჩამომიტანა. საჩუქრად მე მაჩუქა, კაპოტი ჩომახა მაჩუქა. ფენდერი და ექსარკები ვიყიდე $150. და ძალიან ისეთია. ვიღაცა მიყიდა და ვერ დააყენა ამას აქ ერთი რომ თავის იმებში ხო ძონისაც ხედველობას კარგავ რა გადამყვანი უნდა არის და მობეზრდა თუ რავი როგორ აქ ხო იცი როგორ არის გარაში თუ რაღაცა აქვს მე თავარია გაყიდონ ხოლმე რა და და ჰარტაპიც ეგრე ვიყიდე სხვათა შორის ძალიან იაფად რაღაცა $800-900 გადავიხარ. სხვათა შორის ხო ამდენი აქ მანქანას გარბენი და ერთადერთი ამორტიზატორები მაქვს შეცვლილი. დანარჩენი ყველაფერი ქარხნული აქვს და ხო, Honda-ს უკდაობაზე ლეგენდები მსმენია. შენ იცი, ანუ ყოველ შემთხვევაში რანაირადაც უვლის ზუსტად ქუჩაში, ანუ ჰაივეიზე არ მიყვარს დანდობა, მაგრამ რამდენად იყიდე შენი ოცნების მანქანა? ოკეი, ეს მანქანა ვიყიდე, აფასებდნენ 16-ს და წამოვიყვანე 14-ად. პირადად ვიღაცისგან იყიდე თუ აუქციონი? პირადად ვიღაცისგან ვიყიდე, ის კონექტიკუტელი არის და ზემო კონექტიკუტელი არის და ცოლის მანქანა იყო და იცი რაზე ნერვიულობდა ხო მე 6-ში რომ ჩაგდებსო ისე დადის რომ მეშინია რამე არ მოუვიდესო და $16,000 ამ ყველაფრით თუ ესენი მე არა ესენი ბევრი რაღაც რო ვიყიდე ანუ რატო ვიყიდე გეტყვი AM-ის ECU ძალიან ძვირიანი არის თავისი მონიტორით ეს ყველაფერი მოყვა მანქანას მე რამოდენიმე დეტალი მაქვს კარბონეს თუ არ ჩავთვლით და ფარსუნკები ეს მოყვა მაგალითად დროსერი, ბევრი ნაწილი მოყვა, ნიტროს მთლიანი კიტი მოყვა, ADOS-კა, AM-ის კომპიუტერი მოყვა და ამით დადიოდა ცოლი კი. თვითონ რა ყავდა ნეტა? თვითონ პენსიაზე იყო გასული სავარაუდოდ. ორი ცოლის მანქანა ყავს კაცს. თავის დადიოდა ცოლი. ორი ცოლის არა, ცოლის ორი მანქანა. ცოლის ორი მანქანა. არ არსებობს არც ერთი ძვირად ღირებულიანი მანქანა, აი რო ჩავჯდები იმ ტვერს, იმ ბენზინის სუნს და რო ატარებ ხვდები რომ ცოცხალი ხარ რა, ის არ არის რომ ეხლა მაგალითად BMW-ზე რო ვზივარ, სულ ვიძახი ხოლმე რომ აი გერმანელი გაიჩითება და corrections აგიკეთებს ან რაღაცა ანუ მარტივია, ბევრად უფრო დახვეწილია სად 2001 წლის და სად დღევანდელი მანქანა. ამაში რომ ჩავჯდები, აი ეს ბავშვობა, ეს ცინაძე, ის ყველა აქ არის ხოლმე რა. კარგი, ანუ ნოსტალგია მანქანა. ხო, ნოსტალგია მანქანა. ყველაფერთან ერთად. სხვათა შორის ცინაძეს ყავდა S2000 საქართველოში. ლურჯი S2000 ყავდა და მე რო იქ ვიყავი, ორივეჯერ დამტრეული იყო ეგ მანქანა. და ისე წამოვედი რომ ნატარები არ მყავდა იცი S2000, მაგრამ აი რო უყურებდი ხო, ეგეთი მანქანა მაშინ ერთი იყო რა. და სუდამბრებული. მაი ვიდეოზე იდო თუ რაღაც ძალიან ძველი ვიდეო იყო, როგორ შევარდა გაზის გასამართზე სადღაც. ხო, საქართველოს იმტრეოდნენ თურმე ესეთი კარგი მანქანები და არა მარტო. ნეტავ ბევრი გვეყიდა, ეხლა ხო ხედავ რა სიტუაცია არის. და ყოფილი, ანუ ეხლა აი მაგალითად აქ რო ჩამოყავთ, მანქან ხო ყავთ და ანუ შენახული ყავთ და მაინც ბაზარზე არის ძველი მანქანები. მარჯვენა რულიანიც და ესე. ჩვენთან საქართველოში აქ მაგალითად Civic მიყვარს ძალიან AK9. აი აქ კუზაოს ვეღარ ნახავ, აღარ გადაშენდა დინოზავრი, ხო აი გამომპალია. ხო, აღარ არსებობს რა. იქაც ეგრე ეყარა, წარმოიდგინეთ, აიპარები და ისინი და დღეს ყველას გვინდა, ყველას ოცნების მანქანა დარჩა და ვეღარ ყიდულობ რა, ძალიან ცუდია რა, არ მივესალმები მაგ კანონს არავითარ თუ კანონია თუ რა როგორც არის არ მოწონს. კარგია, მიხარია.
მიხარია რომ ესეთი კარგი გემოვნება გაქვს ჯერ ერთი, იმიტომ რომ ვიღაც ოცნების მანქანა შეიძლება ყოფილიყო ახალი თაობის პრიუსი, ბოლო. რა თქმა უნდა. ან ბოლო მოდელი Tesla და Cybertruck ან რაღაცა, მაგრამ ჩვენი არ ვართ. ამას ალბათ არ ჩავსვა მე. მაგრამ იყოს აქ კადრების. ხო, არც პადელს ვთამაშობთ და არც Tesla არ გვევასებ. კი, არა. ანუ წონს თავაზობ ესეთ რაღაცას. მე ამ მანქანას ავაწყობ. ხო და ხო შევთანხმდით რაღაცები ვიცით ერთმანეთის და ერთ-ერთ ადამიანთან რო წახვალ, აი მაგალითად კიდე ერთ ორ ქართველ ბიჭს ყავს სხვათა შორის ეს 2000. ხო. ორივეს ყვითელი. ერთ-ერთთან ორივესთან რო წახვალ, მე წადი ეს 2000 ამანქანით წადი. მანქანით დავადგე და გადაღებაზე მე ამას ავაწყობ და შენ ემოციასაც, შენი ემოციაც ძალიან საინტერესო იქნება. რას ფიქრობ რა? საკმაოდ თამამი განაცხადია. მოსვლა